მარაბდის ბრძოლიდან 400 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით 1 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ მარაბდაში წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში 9 ძმა ხერხეულიძის საფლავთან მარაბდის ომში დაღუპულ გმირთა პატივის მისაგებად ხალხი დილიდანვე შეიკრიბა. ამ დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმა ავთანდილ გულაშვილმა აღასრულა. დღეს მარაბდის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ჩატარდა სადღესასწაულო წირვა და შემდეგ უკვე პარაკლისი 400 წლის წინ მარაბდის ომში გარდაცვლილი ქართველი გმირების მოსახსენებლად. თხოვეთ მათ შეწევნა ქართველი ხალხის გაძლიერება და ყოველ წელიწადს ტარდება ფაქტიურად ეს დღესასწაული და აქედან გამომდინარე წლევანდელ წელსაც ჩატარდება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები. მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით მარაბდის წიაღში. მასში მონაწილეობა მიიღეს მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კონცერტზე სიმღერები, ლექსები და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ანსამბლ მარათონის წევრებმა ცეკვა სვანური შეასრულეს. აღნიშნული ანსამბლი სოფელ მარაბდის სკოლაში ჩამოყალიბდა. ყოველწლიურად მოსწავლეების ინიციატივით ვიკრებებით ჩვენ წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 1625 წლის 1 ივლისს თავი გასწირეს საქართველოს მომავლისათვის და საქართველოს გადარჩენისათვის. დღესაც შევიკრიბეთ, ბავშვები მომზადებულები არიან, მივესალმებით მთელ საქართველოს და წარმოვადგენთ ჩვენს ღონისძიებას სახელწოდებით მარაბდის წიაღში. დღევანდელი დღე ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მარაბდობა ზოგადად მარაბდელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველ წელს იმართება ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, მაგრამ დღეს იყო იმით განსაკუთრებული, რომ 400 წელი გავიდა და თან ჩვენი სკოლის მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს ეს ღონისძიება. დღეს ამ ღონისძიებაში ჩართული მეც ვარ და ვარ როგორც წამყვანი, ასევე მომღერალი და მიხარია ამ ღონისძიებაში ჩართული რო ვარ. ამავე დღეს მარაბდის ველზე 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალთან ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ხრიდოლის მებრძოლები, პროფესიონალი მსახიობები, მომღერლები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიების ფარგლებში თეატრალური წარმოდგენა მარაბდა 400 გაიმართა. საღამოს დასკვნით ნაწილში საპატიო ჩოხოსნების მიღების ცერემონია ჩატარდა. ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონებსა და მათ მწვრთნელებს საპატიო ჩოხოსნის ტიტული მიენიჭათ. საპატიო ჩოხოსნები გახდნენ ლაშა გუჯეჯიანი, ლევან ნოზაძე, ლექსო ღვინიაშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, ილია სულამანიძე, საბა ინანეიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი სარდალაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი და გიორგი ჯაბნიაშვილი. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ციკლაური, თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი დავით ყაზახაშვილი, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, ანსამბლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მადლობას მოვუხდი ორგანიზატორებს, მადლობას საპატრიარქოს ჩოხოსანთა გუნდს, ჩვენ სახელოვან ძიუდოისტებს და თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს დაესწრო მთლიანად ჩვენ საქართველოს უძლებს წარმატებას და გამარჯვებას. ერთადერთი ბრძოლის გმირები არიან, რომლებიც წმინდანებად შეერიცხნენ უკლებლივ ყველა. საოცარი დღე გქონდა მარაბდაში 1625 წლის 1 ივლისს 400 წლის წინ. წყდებოდა კახეთის ბედი, შესაბამისად სრულიად საქართველოს. მძიმე ბრძოლა გადაიტანეს, ეს არ იყო წაგება, ეს იყო თავგანწირვა სამშობლოსთვის და ეს ბრძოლა გაგრძელდა შემდეგ რამდენიმე კვირის მანძილზე და სადაც საბოლოოდ ქსნის გამარჯვებით დამთავრდა. გიორგი სააკაძის მეთაურობით 12000 სპარსი გაჟლიტეს და აი იქიდან ფეხი ამოიკვეთა შახაბაზმა საქართველოსთან. ყოველ შემთხვევაში რაც მას გეგმა ჰქონდა საქართველოს ამოწყვეტის, სწორედ მარაბდის გმირების წყალობით ჩაეფუშა და ჩააშხამდა ყველაფერი. ტრადიციულად პატრიარქის ჩოხოსნები ამოვდივართ ხოლმე მარაბდაში ამ დღეს. პირველ რიგში ვიხდით ხოლმე პარაკლისს, როგორც დღეს გადავიხადეთ წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში. იქ იმ ტაძრის ეზოში 11 წმინდანი 9 ძმა ხერხეულიძე მისი დედა და დააგანიშნებენ და პლუს არაერთი უსახელო გმირი, რომლებიც იქ არიან დაკრძალულები. და შემდეგ ჩამოვედით მემორიალთან, სადაც დიდი ღონისძიება იყო თეთრიწყაროს გამგეობის მიერ მოწყობილი და აქ ჩვენ აქაც ტრადიციულად დავაჯილდოვეთ საპატიო ჩოხოსნებად გამოვარჩიეთ მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტები, რომლებმაც სულ რამდენიმე
დღის წინ გაგვახარეს ბუდაპეშტში და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაამშვენეს თავიანთი თავის და სამშობლოდ. დღეს შევიკრიბეთ 400 წელი გავიდა მარაბდის ბრძოლიდან და იყო ღონისძიება. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო და ასევე საპატიო ჩოხოსანი გავხდით მიხარია და მადლობას გადავხდი ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თეთრის წყაროს მუნიციპალიტეტს ასეთი კარგი ორგანიზებისთვის. პირველად ვიმყოფები ამ ისტორიულ ადგილზე და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საპატრიარქოს ჩოხოსან და საზოგადოებას. მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან სასიამოვნოა ეს ტიტული ჩემთვის. შევეცდები რომ ღირსეულად დავიცვათ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მეგრული ფოლკლორის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წალენჯიხის, აბაშისა და ხობის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტზე ქართული ტრადიციული საგალობლები და საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი მეგრული ფოლკლორული ნიმუშები შესრულდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინ უძღოდა რამდენიმე დღიანი სამზადისი ანაკლიაში. სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ფოლკლორისტი. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე და მათ ზეპირსიტყვიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ კონცერტში 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მაყურებლის წინაშე ღონისძიების მონაწილეები 2 საათიანი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. სიმღერები მოსწავლეებმა ლოტბარებთან ერთად წარმოადგინეს. ღონისძიება ზუგდიდში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ 3 დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად გავატარეთ ანაკლიაში, სადაც ჰქონდა ძალიან ისეთი დაყოფილი შემოქმედებითი ურთიერთობა ბავშვებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ რეპეტიციები ერთად გაიარეს, ისინი დაახლოვდნენ, გაიცნეს ერთმანეთი. ესეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად სალოტბარო სკოლებისთვის, ჩვენი კულტურისთვის. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ და მიხარია, რომ სამეგრელოში გვაქვს ძალიან ბევრი სალოტბარო სკოლა და ეს ბავშვები ერთმანეთთან მეგობრობენ და ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. არაჩვეულებრივი ლოტბარები, არაჩვეულებრივი მასწავლებლები, რომლებიც თქვათ ამეცადინებენ ამ ბავშვებს და ეს ძალიან დიდ შედეგს მოიტანს ზოგადად ქართული კულტურისთვის, ქართული მრავალხმიანობისთვის და პირველ რიგში ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ძალიან წარდგება მეგრულ მრავალხმიანობას. ყველაფერი ითქვა და ყველაფერი ნათელი გახდა. აქ არავინ მოსული არ იყო იმისთვის, რომ საგანგებოდ დაშიეკრა. ყველაფერი ბავშვებმა მარტო რეპეტიციის შემდეგ აქ იმდენი რამე დაემატა. აი ამ წუთებშიც. ეს არის უნიჭიერესი კუთხე. ამას ჩემი არც საუბარი უნდა და მართლა ძალიან საიმედო ბავშვები და საიმედოა ჩვენი ქვეყანა იმ მხრივ, რომ აი ეს არ უნდა გავანებოთ. ფოლკლორის მიმართ ყურადღება არ უნდა მოვადგინოთ არც ერთ. შევასრულეთ რამდენიმე სიმღერა, 3 სიმღერა, ერთი საგალობელი, მეგრული მაყრული, შაირია ბებია და ბაბუაზე, მეგრული მრავალჟანრი, რომელიც ჩვენმა სალოტბარო სკოლამ აღადგინა ძალიან ძველი ჩანაწერიდან და მე მგონი ჩვენ გარდა ჯერ არავის არ მომღერია სცენაზე. ფოთის სალოტბარო სკოლა მოხარული ვართ, რომ ვიღებთ ამ საღამოში მონაწილეობას, რომელსაც ეწოდება მეგრული ფოლკლორის საღამო, რომელიც აერთიანებს 6 სალოტბარო სკოლას სამეგრელოს მასშტაბით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რადგან ჩვენ აღვადგენთ თითოეული სკოლა ძველ სიმღერებს, მივიწყებულ სიმღერებს და შემდეგ ამას ვააშკარავეთ მაყურებლის წინაშე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ამ დროისთვის ფუნქციონირებს 45 სალოტბარო სკოლა და 2000-მდე მოსწავლე სწავლობს. ბავშვები ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობლებს. გარდა ამისა, ტარდება ქართული ზეპირსიტყვიერების გაკვეთილები. სალოტბარო სკოლებში სწავლება კი უფასოა. შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების პროექტი კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.